დღეს საბოლოო ჩვენა ტალღას ნამღერი 13 წუთიანი ვიდეო დადებული 2017 წლის 4 დეკემბერს. უამრავი ადამიანი არის მომღერალი, შემსრულებელი, ძალიან ნიჭიერი მათ შორის ასრულებს რაღაცნაირად სიმღერას თუ რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეცვლილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიგებთ დეკრიმინალიზაციის საქმეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ბერამღერის თავის სიმღერას. მე პარლამენტში ვარ, რაც შეგვიძლია ვიბრძვით. არსებობს ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები, იყო ნარკოლიბერალიზაციის მომხრე. ბევრი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ხმაურობდა იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ყოფილიყო. ინტერესის ჯგუფი, რომელიც არსებობდა მომღერლებში იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ტიპის არტისტებში, უცბად დაიშალა სხვადასხვა პარტიის მომხრეებად და всё, ეს ხალხი გაქრა. ჩვენც ხალხმა არ შეგვიყვანა ამ პარლამენტში და პოლიტიკური მხარდაჭერა ამ თემას არ ქონდა. ამიტომ დაიწყო ის, რაც დაიწყო. მაინტერესებს ახლა სად არის ეს ხალხი? ახლა რატომ ავორგანიზდებით? მოდით იქნებ დავორგანიზდეთ კანაფის გამო ადამიანის დევნას თავრობამ თავი დაანებოს. მოდით ხალხო განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში ამ თემაზე აქტიურობდნენ, ნიჭიერი ადამიანები, დაუბრუნდით ამ საქმეს და მიუხედავად რაღაცა სხვა ტიპის სიგიჟეებისა, აი ამ თავისუფლების, რომელიც ბოლო პერიოდში ჰქონდა, უკან წაღების საშუალება მთავრობას არ მიცეთ. ყველას ველოდები დაწყებული ბერადან ამ თემის ირგვლივ კონსოლიდაციისთვის.